თითქმის 20 წელია ვაშენებთ გზას, რომლის მშენებლობა 2006 წელს დაიწყეთ და სრულად 2017 წელს უნდა დაგვესრულებინა. ამჟამად მხოლოდ 70%-ია შესრულებული. დარჩენილია გეოგრაფიულად და ტექნიკურად რთული ადგილები. საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რომელიც საუკეთესოდ აჩვენებს ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს, რომელიც როგორც წესი ეკონომიკის ფუნდამენტია ხოლმე. ეს ის შემთხვევაა, როცა პროექტს დაფინანსების პრობლემა არ ქონია. პრობლემას სპეციალისტები კორუფციასა და ნაკლებ კომპეტენციაში უფრო ხედავენ. პოლიტიკის ნაწილში პრობლემას წარმოადგენს კორუფციული ინტერესები, იმიტომ რომ სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში პრიორიტეტს არ წარმოადგენს დროულად შესრულებული სამუშაო ან ხარისხენად შესრულებული სამუშაო, წარმოადგენს იმ კონკრეტული თანამდებობის პირების, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებები, მაგალითად, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ან ინფრასტრუქტურის მინისტრი, ან სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი პრაქტიკიდან გამომდინარე მოერგება რომელიმე კონკრეტულ კომპანიას. საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპი სხვა ქვეყნების ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ინფრასტრუქტურული განვითარების კომპონენტში ჩვენი ქვეყანა 100-მერვე ადგილზეა. სამეზობლოდან ყველა გვისწრებს. რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ მოლდოვას ვუსწრებთ. აი ამ კომპონენტის დღესდღეობით საქართველო 100-მერვე ადგილზეა. შედარებისთვის თურქეთი არის 53, რუსეთი 72, სომხეთი ჩვენზე დამოკიდებული ქვეყანა ტრანზიტის ამბავში 76, ყაზახეთი, ტაჯიკეთი მე-14, უზბეკეთი, ყირგიზეთი 99 ადგილი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ უსწრებთ, ეს არის მოლდოვეთი, მას 132 ადგილი უკავია. ვართ ასეულს მიღმა თითქმის უმრავლეს შემთხვევაში, ანუ 100 ქვეყანაშიც ვერ შევდივართ, მაშინ როცა ჩვენი თავარი ეკონომიკის მამოძრავებელი უნდა იყოს ტრანსპორტი, ლოგისტიკა. რამდენად თვალხილულია და ხელშესახები ჩამორჩენა, რომლებიც ციფრებს მიღმა, კონკრეტული მაგალითებით უფრო აშკარაა. მაგალითად, თურქმენეთმა ჩქაროსნული ავტობანის პროექტის ფარგლებში 4 წელში 312 კილომეტრი გზის აშენება მოახერხა. ბევრად უფრო ფართოსი, ვიდრე საქართველო აშენებს. გამოდის, რომ ეს ქვეყანა წელიწადში 62 კილომეტრამდე გზას აშენებს. ჩვენთან 2007-დან დღემდე 300 კილომეტრის ჩქაროსნული ავტობანი გავიყვანეთ, ანუ დაახლოებით 18 კილომეტრამდე წელიწადში. გამოდის, რომ საქართველოს ჩამორჩენა თურქმენეთთან 3.5-ჯერადია. და ეს ყველაფერი არაა. წელს მაგალითად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი. ეს არის გრანდ კანიონი, ეს ეწოდება მხოლოდ ჩინეთში, რომელიც 625 მეტრის სიმაღლისაა და 2.5 კილომეტრი საერთო სიგრძეა და 1.5 კილომეტრი უწყვეტი სიგრძე. ამ ხიდის აშენებას ჩინელებმა მოანდომეს იგივე დრო, რაც ჩვენ მოანდომეთ ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 260 მეტრი ხიდის აგებას. 2006 წელს დაიწყო ავტობანის მშენებლობა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მე ამ პროექტის თანამონაწილე ვიყავი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ 20 წელიწადი მოგვიწევდა 400 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოწყობაზე წვალება. როცა თურქებმა 1500 კილომეტრიანი მონაკვეთი 5 წელიწადში დახურეს. სრულად ნოლიდან აგებული ასევე 1500 კილომეტრიანი ავტობანი. ინფრასტრუქტურული განვითარების დაბალი ტემპის მთავარ მიზეზად დაბალი კვალიფიკაცია და საქმის არცოდნა სახელდება, რაც ქვეყანას ძვირი უჯდება. ცხადია, რომ ეს არის შეცდომების მთელი კასკადი არცოდნის გამო. ცხადია, პრაქტიკულ საქმიანობაშიც გროვდება ეს ცოდნა, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება და დიდი სამწუხაროდ ფინანსური რესურსის და. ცოდნის დეფიციტს ემატება კორუფციული რისკები და პოლიტიკური მენეჯმენტის სისუსტე. შედეგად სახეზე გვაქვს დროში გაწელილი პროექტები, რაც ქვეყანას ეკონომიკურადაც აზარალებს. რა თქმა უნდა, მიზეზი უკვე დღესაც ჩანს, რომ კორუფციული მომენტები არსებობს ქვეყანაში. მეორე ეს არის იმ მენეჯმენტურ გოლში არაკომპეტენტური დამოკიდებულება და ეს ორი სიმბიოზი გარკვეულწილად მოქმედებს საბოლოო შეფასებით, დაახლოებით აი ესეთი დამუხრუჭებული, დროში გადაწელილი, რამდენჯერმე დროში გაჭიანურებული პროექტი მიახლოებით პროცენტ ნახევარი ამუხრუჭებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარამეტრს. დროში გაჭიანურებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ამის ფასს ვიხდით ჩვენ გადასახადის გადამხდელები. დაუსრულებელ პროექტებს ეწირება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯიც.